დიდი მადლობა ამ საინტერესო საკითხის წამოჭრისთვის, იმიტომ რომ მუდმივად აქტუალურია ეს თემა ჩვენს ქვეყანაში, რადგანაც ბევრი სხვადასხვა ტიპის გამოწვევა აქვს. ესე ეპოქალურად რო გადავხედოთ, მე დაახლოებით ალბათ 25 წელიწადზე მეტია ამ მიმართულებით მიწევს მუშაობა როგორც ფსიქოლოგს და შემდეგ უკვე როგორც დებატების პროგრამების ხელმძღვანელსაც და ძალიან ბევრი ინფორმაცია დაგვიგროვდა კვლევების სახითაც და გამოცდილების თვალსაზრისითაც. თავდაპირველად როდესაც პირდაპირ საბჭოთა სივრცეში მოვხვდით, ყველაზე მეტად იყო გამოწვევა ის, რომ მშობლები იღებდნენ ცალსახად გადაწყვეტილებას. მაშინაც და საბჭოთა პერიოდშიც, მაგრამ მაშინ კიდევ რაღაცა ლოგიკური გამართლება შესაძლოა ქონოდა, მაგრამ შემდეგ უკვე ეს ხშირად ირაციონალური იყო ხოლმე და იმ პროფესიას ურჩევდნენ საკუთარ შვილს, რომელსაც თავად თვლიდნენ ყველაზე მიზანშეწონილად, ეფექტურად და რაც ყველაზე მთავარია შემოსავლიანად. ეს დამოკიდებულება თითქოს შეიცვალა ბოლო პერიოდში და ტრანსფორმირდა ოღონდ და ტრანსფორმირდა იმაში, რომ მაინც დღემდე რჩება თითქმის ყველა ქართველი ოჯახის მთავარ ერთ-ერთ მიზნად, რომ მათი შვილი იყოს უმაღლესი განათლებით. რაც ასევე ძალიან დიდ გამოწვევას წარმოადგენს, იმიტომ რომ უამრავი პროფესიული საჭიროებები დგას დღეს ჩვენს ქვეყანაში. მე მუდმივად მაქვს შეხება სტუდენტებთან, რომლებიც მუდმივად მუშაობენ და ძალიან ხშირად მუშაობენ, რა თქმა უნდა, სასწავლო პროცესშიც იმ პროფესიისგან განსხვავებულ პოზიციებზე, ვიდრე რასაც ეუფლებიან და დასრულების შემდეგაც ხშირად რჩებიან ან სრულიად სხვა მიმართულებით, პროფესიული მიმართულებით აგრძელებენ მუშაობას. ანუ ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. რა არის ამისი მიზეზი? გარდა მშობლების დიდი ზეგავლენისა, ზეწოლისაც ამასაც ვიტყოდი, საზოგადოების ზეწოლისაც, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბაზარი მოთხოვნების ძალიან შეიცვალა, აღარავის აღარ აინტერესებს, თითქოს დღეს დიპლომი ყველას აინტერესებს, რეალურად ესა თუ ის პერსონა, როგორი კადრი იქნება, როგორი რა უნარები აქვს მაგას, რა შესაძლებლობები, რა ცოდნა, მიუხედავად ამისა, მაინც არის უფრო მეტი დაინტერესება უმაღლესი განათლების მიღებით, ვიდრე ეს რეალურად საჭიროა თვითონ თავად ახალგაზრდებისთვის და მით უმეტეს ჩვენი ბაზრისთვის, სადაც სულაც არ არის ხოლმე იმდენი მოთხოვნა ისეთ პროფესიებზე განსაკუთრებით, რომელიც ხშირად ითვლება კვლავაც პოპულარულ პროფესიებად. ისე გასულ 10 წლეულებში ყველაზე პოპულარულ პროფესიებად ითვლებოდა ეს სამედიცინო სფერო, ეს იყო რაღაცა ექიმობა, აუცილებლად იურიდიული ფაკულტეტი, ასევე შემდეგ შეიცვალა და უკვე ეკონომიკური ბიზნესი და ადმინისტრირება დიახ ეს. დღეს რა არის ეს ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში? სხვათა შორის ეს ნამდვილად შეიცვალა, ანუ აღარ არის ასეთი პოპულარული ეს პროფესიები მხოლოდ, უბრალოდ კვლავ რჩება მთავარ რეკომენდაციად ის, რომ მშობელმა ან უფროსმა ან ვიღაცამ უნდა უთხრას, რომელი პროფესიაა ყველაზე კარგი ახლა და ისევ ამ კარგში რას გულისხმობთ, შემოსავლიანი და აი რომ არ დაიკარგები ამ პროფესიით, ასე ვთქვათ, ხო, თითქოს სტაბილური როგორ შეიძლება დღეს ამო ჩვენს ქვეყანაში და მთლიანად მსოფლიოში რომელიმე პროფესიაზე ვისაუბროთ, როდესაც მართლაც ისეთი სწრაფაცვალებადია გარემო, რომ რობოტებმა უკვე დაიწყეს ბევრი რაღაცის ჩანაცვლება, აგერ რაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენ ცოტა სხვა საკითხს უნდა შევეხოთ, მაშინ როდესაც ახალგაზრდა არჩევანს აკეთებს და მაშინ როდესაც ის დგას აი ამ გადაწყვეტილების წინაშე, რომ რა უნდა აკეთოს მან მომავალში. შესაძლოა ასე ხმამაღლა აღარ ვთქვათ მთელი მისი ცხოვრება, მაგრამ მინიმუმ მან უნდა დაუთმოს რამდენიმე მნიშვნელოვანი წელი თავისი ცხოვრების დაუფლებას, ხო რაღაცა პროფესიის. ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ ამ დროს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ მშობლებს ეკისრებათ, რადგან ვერავინ ვერ შეედრება ეხა მათ თავიანთი შვილის სიყვარულში, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ყველაზე დიდ შეცდომას ამ დროს მშობლები უშვებენ ხოლმე. აი, რო უთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს, ახლა ბევრი მათ შორის ადამიანი გვიყურებს, აბიტურიენტი, რომელიც ემზადება დაუშვათ რაღაც ახალი პროფესიის შესაძენად, რას უნდა მიაქციონ ყველაზე მეტად ყურადღება და როგორ ეხელმძღვანელონ აი ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში? ძალიან დიდი მადლობა აი ამ კითხვისთვის, ზუსტად ამის აქეთ მივდიოდი ახლა მეც. ხო იცით, დათვს რო სიყვარულისგან ბელი შემოეჭყლიტებაო ძალიან ხშირად ზუსტად ეს მოსდით მშობლებს, როდესაც რაღაც გარკვეულ აქტივობებს, ასე ვთქვათ, ახორციელებენ საკუთარი შვილების მიმართ პროფესიის არჩევის მომენტში. ყველაზე მთავარი აქ ესე თითქოს რეცეპტი არ არის, მაგრამ ნამდვილად არის საყოველთაო რეკომენდაცია, რომელზეც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფლად შეიძლება ეს გავრცელდეს თითქმის ნებისმიერი ტიპის შემთხვევაში, როგორც არ უნდა იყოს ეს, მშობლები უნდა გახდნენ
მაქსიმალურად კონცენტრირებული იმაზე თუ რა ინტერესები აქვთ მათ შვილს. რა გამოსდით ყველაზე კარგად, რისკენ მიილტვიან ყველაზე მეტად და აი ამაში შეუწყონ ხელი. მე ხშირად კითხულობენ ხოლმე და ჩვენ გვეკითხებიან რომ აი რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი და როგორ შეიძლება ეს მოხდეს და მე მინდა გითხრათ რომ ძალიან საინტერესო კვლევები გვაქვს ჩვენ გვაქვს პროექტი დებატები უკეთესი განათლებისთვის იცით ჩვენ ხშირად გვისაუბრია აქ ამ პროექტზე რომელიც გუდაოძე პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს და რომლის ფარგლებშიც გვაქვს საშუალება წლებია რომ ჩავატაროთ კვლევები იმის შესახებ თუ როგორ გავლენას ახდენს ეს ჩვენი სწავლება ახალგაზრდებზე და რა ხდება აბიტურიენტობის დროსაც იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი იმასაკის რომელიც ან უნდა გახდეს აბიტურიენტი ან არის აბიტურიენტი და ძალიან ხშირად აბიტურიენტობის პერიოდშიც აღარ მიდიან ხოლმე ჩვენი სწავლებისგან და როდესაც ისინი აბარებენ ან ასრულებენ საერთოდ სასკოლო განათლებას მერე გვაქვს ასევე თვისებრივი კვლევის შედეგები რას ამბობენ ისინი და რას ამბობს ეს კვლევა ძალიან საინტერესო მართლა რას გვიზიარებენ და ჩვენ ძალიან ბევრი ინფორმაცია დაგვიგროვდა რომელიც აი ესეთი სახით შეიძლება ფორმულირდეს აი ამ კვლევებიდან სწორედაც ისინი ძალიან ხშირად ამბობენ რომ ყველაზე მეტად ისინი ხდებიან თავისუფლები პროფესიის არჩევის დროს და ეს ძალიან გაგვიკვირდა ჩვენს ერთი მხრივ ეს ამას ვფიქრობთ, რომ ხელი შეუწყო იმანაც, რომ ჩვენ გვაქვს თბილისში დებატების სკოლა, სადაც პროფორიენტაციის მიზნით, გარდა იმისა, რომ დებატების ტექნიკას ვასწავლეთ და ყველა იმ უნარს, რაც ამ სწავლებასთან არის დაკავშირებული ვითარდება, ეს არის კრიტიკული აზროვნება, ვთქვათ, არგუმენტირებული მსჯელობა, მასალების მოძიება თუ სხვა. გარდა ამისა, ვიწვევთ ხშირად ძალიან ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანს, რომელიც ხშირად უცნობია ახალგაზრდებისთვის და ამიტომ მათ მეტი არეალი ეძლევათ ხოლმე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ეს არ არის, როდესაც ვიკვლიეთ ფაქტორი განმაპირობებელი, იმიტომ რომ ეს არ ხდება ისეთი ინტენსივობით და არა ყველა ჯგუფისთვის ვისთანაც ვმუშაობთ. არამედ ის, რომ ხშირად ისინი ამბობენ, რომ მშობლებს და ოჯახის წევრებს ან კეთილის მსურველებს ძალიან კარგად უსაბუთებენ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მათ აირჩიონ სწორედ ის პროფესია, რომელიც ახლა ამჟამად ყველაზე მეტად აინტერესებთ და არა ის პროფესია, რომელიც შეიძლება ახლა და ამჟამად თუნდაც ყველაზე შემოსავლიანი იყოს, ან თუნდაც ყველაზე მეტად ხიბლავდეს მათ მშობლებს, ხო? ანუ ეს ხდება უკვე არგუმენტირებულად მშობლებთან და არა უბრალოდ მინდას პრინციპით. დიახ და იცით რა, როდესაც ისინი გრძნობენ თავიანთ თავში იმ წმენას, რომ მათ შეუძლიათ და მართლაც ისინი ყალიბდებიან ადამიანებად და ეს მე თამამად ვიძახი ამას, იმიტომ რომ ჩვენი კვლევები ასაბუთებს და არა მხოლოდ ჩვენი სწავლება იმას, რომ ისინი მართლაც იძიებენ ინფორმაციას სრულფასოვნად, შეუძლიათ უკვე ძალიან სწრაფად გადაარჩიონ ეს მასალები, ინფორმაციები ამა თუ იმ პროფესიებზე განსაკუთრებით იმსჯელონ კიდეც არგუმენტაციაც მოახდინონ თავის თავთანაც, თანატოლებთანაც, უფროსებთანაც, ეს კიდევ უფრო მეტად ამყარებს მათ ინტერესს. და აი ინტერესზე ერთიც უნდა ვთქვა, აუცილებლად ყველაზე ხშირად მშობლები რას უჩივიან ხოლმე. თქვათ ამ შემთხვევაში როგორღაც დავით ახმეთ, რომ მოდი დავაკვირდებით ჩემ შვილს რა ინტერესი აქვს და ჯანდაბას როგორც იტყვიან, რაც უნდა ის გააკეთოს და მე ხშირად გვეუბნებიან მშობლები განსაკუთრებით, რომ აი ეს ინტერესები ძალიან სწრაფად ეცვლება ჩემ შვილს და აი ასეთ შემთხვევაში მე რა ვიღონო, ხო? ეს გინდათ ალბათ გეკითხათ. გითხავდა და იმიტომ რომ ხშირად არ არის ისე რომ მაგალითად მოზარდმა და სკოლის მოსწავლემ გააზრებულად იცოდეს მას რა უნდა მომავალში და ხშირად არის რომ მაგალითად სათბაში აბარებენ პირველ კურსზე, მეორე კურსზე ისწავლიან, თუმცა მესამე კურსზე მიხვდებიან რომ უი ეს ჩვენ არ გვინდოდა და ეს ის არ არის და აქვე მაშინ გითხავთ, სწორი დროა ის ასაკი ახალი პროფესიის და პროფესიის შესაძენად, როდესაც ბავშვებს უწევთ, მაგალითად 18 წლის ასაკში სკოლის მოსწავლეები ასრულებენ სკოლას და სწორედ 18 წლის ასაკში უწევთ მათ, რომ აი ამ დიდ გადაწყვეტილებას შეეჭიდონ და ეს დრო არის თუ ეს სწორი. ესეც ძალიან კარგი კითხვაა და აი ამ ინტერესზე რომ დავასრულო ახლა, ინტერესები ეცვლებათ და თანამედროვე ახალგაზრდების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ეს არის სწორედაც, რომ აი შეიძლება ბევრი წელი მაგალითად მოზარდი დაინტერესებული იყოს რაღაც სამედიცინო სფეროთი და მშობელიც აქტიურად რაღაცა კარგად იქცეოდნენ, ასე ვთქვათ, ხელს უწყობდნენ, ახალისებდნენ მის ინტერესს სხვადასხვაგვარად, რა ვიცი, საჩუქრებით, სამედიცინო ინსტრუმენტების თუ სხვა, მაგრამ აი უეცრად ჩაბარების წინა წელს, ასე ვთქვათ, აღმოაჩენს, რომ აინტერესებს არქიტექტურა და აი ზუსტად ამ მიმართულებით უნდა რომ წავიდეს და აი ასეთ დროს ჩათვალეთ, რომ გამორიცხულია მშობელმა გაუძლოს იმ ცდუნებას, რომ არ გაუწიოს წინააღმდეგობა. მაინც რჩება უცვლელ რეკომენდაციად, რომ მიუხედავად მოზარდთა ინტერესების თუნდაც სწრაფი ცვალებადობისა,
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავყვეთ მათ ინტერესებს და დავაკვირდეთ თან იმასაც, მშობლები, არის თუ არა ეს ინტერესები რეალური და სიღრმისეული, აი ამიტომ არის რომ ჩვენ კვლევებში და ჩვენ პროგრამებში ჩართულ მოზარდებს ეს ადვილად გამოსდით, იმიტომ რომ ისინი იწყებენ მართლაც შესწავლას ამ პროფესიის და როდესაც მშობელი ჯანსაღად, კონსტრუქციულად, ასე ვთქვათ, ეკამათება თუნდაც ან უხსნის რომ აი რატომ კითხვას უსვამს და ელოდება პასუხს რომ რატო გადაწყვიტე რომ შეცვალო, რა გაინტერესებს, რატო ფიქრობ რომ გამოგივა უკეთ, ასეთ დროს მომზადებული პასუხებით თავადაც უფრო უკეთ ყალიბდება მოზარდი ამა თუ იმ პროფესიის არჩევისას თავის ინტერესებში. ასაკზე კი აუცილებლად გეტყვით ამასთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, ქართულ რეალობაში მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან ადრეული ასაკი. და რატო ვუსვამ ქართულს ამას ხაზი? იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა განიცდის გარკვეულ დეფიციტს პროფორიენტაციის მიმართულებით სასკოლო გარემოში მოზარდების მომზადების თვალსაზრისით. ბევრი გამოწვევა ამ სასკოლო განათლებაში, მაგრამ ერთ-ერთი ეს უმნიშვნელოვანესია, რომლის კომპენსაციასაც სხვადასხვა სკოლები, სხვათა შორის საჯაროც და კერძო სკოლებიც ცდილობენ, აი ზუსტად იმ სახით, როგორც მე ვთქვი, ჩვენ დებატების სკოლაში როგორც ვაკეთებთ, ხშირად მშობლებს ვიწვევთ ამა თუ იმ პროფესიის, რომლებიც ბავშვებს უზიარებენ. თქვენ იცით, რომ არსებობს ბევრ ქვეყანაში ასეთი სავალდებულო მოწვევები მშობლები, სადაც ყველა მშობელი უნდა მოვიდეს, თქვათ იმ კლასში, რომელ კლასშიც ასწავლობენ ეს მოსწავლეები და ეს იწყება ძალიან ადრეული ასაკიდან. ეს ერთი და მეორე თვითონ ჩვენი სასწავლო პროგრამები ისეა მოწყობილი, რომ ბოლო კლასები არაფრით არ ეთმობა გაღვივებას ან პირიქით რაღაცა ინტერესების გაჩენას ან მეცნიერებების მიმართულებით გაფართოებას. პირიქით ყოველი წლის ბოლო, რაც უფრო უახლოვდება სააბიტურიენტო პერიოდს, უფრო და უფრო ვიწროვდება თუნდაც იმ საგანთა რიცხვი, რომელსაც მოზარდი ეუფლება. და მაგალითად გერმანიაში დღემდე 13 წელია სასკოლო სისტემაში წარმოიდგინეთ და მაგის შემდეგ იღებს ის გადაწყვეტილებას და მით უმეტეს მაშინ, როდესაც იქ პროფორიენტაციის მიმართულებით სწავლება მიმდინარეობს დაწყებითი საფეხურიდან. გერმანიაში მე აი ასეთ შემთხვევას შევხვდი, რომ მანამ სანამ მოსწავლეები ჩააბარებდნენ უმაღლეს სასწავლებელში, მათ ჰქონდათ 1 წელი იმისთვის, რომ სხვადასხვა პროფესიები შეესწავლოთ, სხვადასხვა პროფესია და მოესინჯათ, ყველგან ეცადათ თავიანთი ბედი და თავიანთი ძალები და უნარები და შემდგომ იღებდნენ გადაწყვეტილებას და ეს იყო სავალდებულო. დიახ. მეცეც გეტყვით, დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში სასკოლო სისტემაში არის ჩადებული ელემენტები სხვადასხვა სახით, აი მაგალითად საქველმოქმედო აქციების სახით, თუ სხვა სავალდებულო რაღაცა, როგორც სკოლის შემდგომი აქტივობების თვალსაზრისით, სადაც ასევე სავალდებულოა და ამოზარდებმა ქულები უნდა დააგროვონ, სხვადასხვა პროფესიული საქმიანობის განხორციელება თუნდაც ერთი დღით. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც აი მაგალითად დღეს საქართველოში ძალიან გავრცელებულია, ხო, ეს კულინარიული მიმართულება, ხო? აი თუნდაც რაღაცა ერთ-ერთ პოზიციაზე დამხმარის მაგალითად ან სამზარეულოში მრეცხავის პოზიციაზე ყოფნაც კი ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევს მოზარდებს. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ გაიაზროს, რომ მას ვინ უნდა რომ გახდეს შეფმზარეული, თუ ვთქვათ რაღაც მიმტანის ინტერესში შეიძლება ესეც კი იყოს, თუ საერთოდ ბიზნეს მენეჯერი, რომელიც თქვათ კაფეს არის უშუალო შემხებლობაში ყველაფერთან. ასევე ერთი ძალიან პოპულარული და მნიშვნელოვანი საკითხი მინდა წამოვწიო. ხშირად გვსმენია ფრაზები, რომ აი სწავლა ეზარება და მოდი სპორტს გაყვეს. ან აქვს ძალიან კარგი სმენა და მუსიკალური მიმართულებით გააგრძელოს ცხოვრება და კარგი არის სწავლოს. აი რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება მშობლებისგან? მე მახსენდება ერთი ძალიან საინტერესო შემთხვევა, რომელიც მე მქონდა პირადად სამწუხაროდ ვერაფრით ვერ დავასახელებ ძალიან ცნობილი ადამიანების და ოჯახის ისტორიას, როდესაც მე თავად დებატების ტექნიკას ვასწავლდი ახალგაზრდას, რომლის დედაც ბებიაც ცნობილი მუსიკოსები არიან და აი ესე პირდაპირ განმიცხადეს, რომ იცით რა, ეხლა დრო ამ სწავლაზე ამდენის დათმობის აღარ არის, სადღაც ალბათ მე-9 კლასში ან მე-8 კლასში იქნებოდა ეს მოზარდი მაშინ და ის უნდა გაყვეს მუსიკას და არაჩვეულებრივი მონაცემები და მე ვუთხარი და მე ახლა კი მიყურს ხანდახან რომ როგორ გავუწიე წინააღმდეგობა თქო, მაგრამ მე იმდენად დარწმუნებული ვიყავი და ზუსტად ვიცოდი და როგორც ფსიქოლოგით საუბრობდი და როგორც მასწავლებელიც ამ შემთხვევაში, რომ ის აუცილებლად უნდა დაეთმო მას დრო სწავლისათვის და თავისთავად შეეთავსებინა თუნდაც ეს მუსიკალური მისი განათლება თუ კარიერული წინსვლა, რომ ძალიან ბევრი რაღაც ვიბრძოლე, ასე ვთქვათ, და ბევრი დასაბუთება მქონდა იმისათვის, რომ კი მას უნდა ესწავლა
შეისწავლა კიდევაც და რაც არ უნდა გასაოცარი ტალანტის, ნიჭის მატარებელი ყოფილიყო ახალგაზრდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ბაზისური ცოდნა, იმიტომ რომ მას ჰქონდა არაჩვეულებრივი უნარები, რომ ბევრ საგანს ძალიან კარგად დაუფლებოდა და ეს უნარებიც არ უნდა ასე ვთქვათ დაჩლუნგებულიყო და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე. ამიტომ მე ყველა შემთხვევაში, ყველა ჯერზე მშობლებს მაინც ვურჩევდი, რომ არაფრით არ მიიღონ ცალსახად გადაწყვეტილებები და მით უმეტეს საკუთარ შვილებს იარლიკები არ დაკიდონ, რომ ეს გამოსთვის, ის არ გამოსთვის. მე დაწყებით საფეხურზეც კი აკეთებენ ამას მშობლები და მე როგორც სკოლის ფსიქოლოგს პირველივე დღეებიდან მუდმივად მიწევდა ხოლმე ამაზე. მოზარდობის პერიოდში იწყება აი ამ რაღაცა კოდის თითქოს ჩანერგვა ბავშვზე და ძალიან დიდი მადლობა ამ აქცენტისთვის და ასევე ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, მაგრამ მინდა შევეხო თემას. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ძირითადად, როდესაც აბიტურიენტია ბავშვი, მცირე ასაკის არის, იღებს გადაწყვეტილებას, უჭირს ეხმარებიან გადაწყვეტილების მიღებაში, ასე შემდეგ, მაგრამ მეორე საკითხია, როდესაც უკვე გააზრებულ ასაკში, რაღაც გარკვეულ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, შენ გინდება ახალი პროფესიის შეძენა, ახალი ნაბიჯების გადადგმა, იმ კომფორტის ზონებიდან გამოსვლა, რომელშიც ხარ და რაღაც კიდევ უფრო განვითარება საკუთარი თავის. აი ამ დროსაც ხშირად უშვებენ ხოლმე სხვათა შორის ადამიანები შეცდომებს მიუხედავად იმისა, რომ თითქოს უკვე დარწმუნებულია საკუთარ თავში და გადაწყვეტილებაში. აი აქ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? აქაც არ შემიძლია ისევ არ შევეხო ჩვენს კვლევებს, რომლის საფუძველზე შემიძლია ისევ თამამად გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენი პროექტი აი ეს დებატების სწავლების, რომელიც მართლაც უკეთესი განათლებისთვის არის განსაზღვრული, ეხება სტუდენტებსაც და სტუდენტური ჯგუფებიც ყავს დებატების სკოლის სახით, სადაც სტუდენტებიც არიან ჩართული და იქაც გვაქვს ზუსტად ასეთი შემთხვევები ხშირად და ზუსტად იგივეს ამბობენ, რომ აი მაგალითად უნდათ პროფესიის ცვლილება და შემდეგ, როდესაც აღმოაჩინეს თავადაც აი ის რესურსი საკუთარ თავში, რომ კარგად გაეაზრებინათ და კარგად გააზრება პირველ რიგში ნიშნავს კარგად ინფორმირებულობას და სათანადოდ მართლაც კონსტრუქციულად მსჯელობას თუნდაც საკუთარ თავთან, ხო? და აი როდესაც ამისი უნარები გაუძლიერდათ, შეცვალეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ აღმოაჩინეს, რომ ეს იყო უფრო ემოციური, ეს იყო უფრო რაღაც გავლენების შედეგი და აი ამიტომაც მერე აღმოაჩინეს, რომ პირიქით აი სწორედაც სულ სხვა პროფესია უნდათ, ან თუნდაც უნდათ იმ პროფესიაში დარჩენა და ეს არ ქონდათ კარგად გააზრებული, ან კარგად არ ქონდათ აღქმული ის პროფესია, რომელშიც არიან, იმიტომ რომ ეს სტუდენტებს ხშირად როდესაც ვეხები, ისინი ძალიან ხშირად გვიბრუნებენ უკავშირს, რომ არც ესმით, რას სწავლობენ, ანუ რომელ ფაკულტეტზეც არიან, იმ დარგის გააზრების შესაძლებლობაც კი არ აქვს სტუდენტების დროსაც კი, არათუ წინა პერიოდში.